კახი ერაძე პროფესიით გეოლოგი ვარ. ხო და ისე რაღაცა ძერწავ დიზაინით ვარ დაკავებული და რაღაც კეთება მიყვარს რა. ასე ვთქვა. ბოლო დროს გადავიკითხე აი ეს ტრამალის გელი, რომელიც რაღაცა საერთოდ აი ახლინდებულად, აი ბევრი ახალი რაღაცა მომწე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ბევრი რაღაც გამოტოვებული მქონდა. მე იმის მომხრე ვარ, რომ აი თავისით უნდა მოვიდეს, ახლა მოვიძიო და რაღაცა წიგნი ვიღაცას გამოვართვა და რაღაც სპეციალურად ეგრე არ იმაშვები ხოლმე, მაგრამ აი თუ თავისით მოვიდა ესე რაღაცა. თუნდაც ერთი ფრაზით, შეიძლება ერთი ფრაზა რაღაციდან ამოიკითხო და მე დაგაინტერესოს და მთლიანად წაიკითხო. მაგრამ ხო გეუბნებით, აი ეს ძალიან ისე იშვიათად ხდება რა უკვე ამ ბოლო დროს. არ ვიცი ეგ რატომ არის და როგორ არის, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცა ეგეთი ის არის. იოსელიანის ეს გიორგობისთვის რამდენი შეგინდა, იმდენი ჩავთა, იმდენი უყურებ, იმიტომ რომ თვითონ ის ისტორია ჩანს იქიდან რა, იმ თბილისის ატმოსფერო სიტყვაზე. იმ დროინდელი ხო, ის არის კიდე რაღაც ბლომოთის უცხოვრებიც არის რაღაცა, მაგრამ ეხლა ესე ზუსტად არ მახსენდება. გირჩევთ მოусვათ მუსიკა საერთოდ ისეთი რამეა. ეგრე მაგ დაყოფილი, აი კარგი და ცუდი. რაღაცა გემოვნება, ჩამოაყალიბა ისეთ კლასიკურმა რაღაცებმა, როგორც ახლა ბიტლებია, ლენონი რაღაცები ხო, მაგრამ მანდაც არის აი რაღაცა უცებ, აი აბსოლუტურად აი უცხო არ იცნობ და რაღაცა და უცებ ისეთ სიმღერებს რომ მოგეწონება ხო, მე მიყვები და რაღაცა პერიოდი უსმენ. მაგრამ ხო გეუბნებით, აი არის კარგი და ცუდი მუსიკა. ისე რომ რაღაცა კონკრეტულად ხა Pink Floyd-ები და რაღაცა ნუ ეგ მაგაზე ლაპარაკი არ არის ხო, ეგ ესეთი კლასიკა, რომელიც რაღაცა უკვდავი ისენი აქვს რა შექმნილი, რომელიც აი ესე მგონია რომ ეხლა ცოცხალია და ცოცხალი იქნება 100 წლის მერეც რა. საერთოდ რაღაცა ეგეთი ფასეულობების მომხრევა რა ესეთი. ანუ მე ვცდილობ რომ რაღაცა ეგეთზე მიმუშავო ხო და რაც შეეხება იმას რომ რაღაცა იქ ჰონორარი გადავიხადო ერთი თვის რომელზეც დავუშვათ იქ წავალ ეხლა მაგაზე ვიფიქრე და ვიცი ვერა მე ჰონორარი არ ვიცი მაგრამ ხა აი რაღაცა გარკვეული ჩემი ცხოვრების წლებს მივცემდი რომ სიტყვაზე აი ვუდსტოკის ფესტივალი რო იყო აი რო მომახვედრა რა ანუ ეხლა ხო ის არის შეუძლებელი ხო ეგ როდის იყო მაგრამ აი თუ ეგეთი რამე შეიძლება ხო რო აი ატმოსფეროში რო იქ რო ყოფილიყავი ხო ну აი ხო გეუბნებით რა გარკვეულ რაღაც წლებს გავიღებდი რომ იმაში მოხვედრილიყავდა ჰონორარის გადახდა გეუბნებით ჰონორარი მაინც ჯუბიკას უსმინე ხა და არც ვიცი რამდენი მაქვს რა ეს როგორც თქვა მეც ეგრე ვარ რა რაღაცა არც ვიცი ჰონორარი რამდენი მაქვს და რამდენს გადავიხდე არ ვიცი რა ქალაქი ნუ ყველგან უნდა მოხდეს პრინციპში ყველგან კარგია ხო თავისთავად მაგრამ ალბათ ისე უნდა მოხდეს რომ იქ იცხოვრო რა რაღაცა ისე კი არა რომ აი ტურისტები ჩახვიდე იქ აიფელის კოშკში ახვიდე ფოტო გადაიღო და წამოხვიდე ანუ რაღაცა იქაური უნდა გახდე იქაური უნდა გაგიჭირდეს გაგიხარდეს ხო ანუ რაღაცნაირად იქ უნდა იმუშაო და ყველაფერს ყველას აქვს თავისი პრელესები ასე ვთქვათ რა მაგრამ მართალი გითხრა აი საქართველოში უფრო ვიმოგზავრებდი იმიტომ რომ ნაკლებად ვიმოგზაურია რა ისე აი კარგად რასაც ქვია მაგ ჩამოსულ ტურის რაღაცა ურჩევდი რომ არ ვიცი ბარები და კლუბები და ეგეთი რაღაცა არ ვიცი მაგრამ ალბათ რაღაცა ოჯახებში რა უფრო საინტერესო იმებში ადამიანებში, სწორ ადამიანებში ურთიერთად რა. ძირითადად ვერთობი იმით. რაღაცა მუშაობ რა, აი რაღაცის კეთება, რაღაც ისა
კიდე რამდენიმე მეგობარი მყავს, ვისთანაც მაინტერესებს სიტყვაზე ურთიერთობა ეგეთი, ხო? გართობა არის ჩემი სახელოსნოში რაღაცის კეთება რა. ეგეთი ის არის. ან მოგზაურობა სიტყვაზე რაღაცა წახვედი, წამოხვედი. ბოლო დროს ამოჩერებული ნივთი ახლა ნივთებთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ რაღაცას რო გავაკეთებ, ალბათ ეგ არის ჩემი ამოჩერებული ნივთი, იმიტომ რომ ძირითადად მაგით ვარ დაკავებული. ხო და რაღაცას რო გააკეთებ, ის თან გინდა არ გინდა ამოჩერებული გაქვს რა. ანუ რაღაცა ვცდილობ, რომ რაღაც სრულყოფამდე მიიყვანო. პროფესიული რჩევა. პროფესიული რჩევა ის არის, რომ რა ვიცი, რაღაცა ყველას მოусმინეთ და მე თქვენი დასკვნა გამოიტანეთ რა, რაღაცა, ანუ დასკვნა და გადაწყვეტილება და ფიქრი შენია რა. ანუ რაღაცა ინფორმაციას რო აიღებ, ხო? იქიდან დასკვნა უნდა, ანუ რაღაცა მაქსიმალურად უნდა გავექცეთ ამ სტერეოტიპებს, აი სხვა იმ თვალით აზროვნებას და სხვა იმის ხშირად არის ხოლმე ეგრე, რომ იქცევი, აკეთებ რაღაცას ვიღაცის თვალით და ვიღაცის იმით და ეს ისე ხდება რა, აი ქვეცნობიერად. რაც ადრე გამოხვალ მაქედან და საკუთარი იმით დაიწყებ ფიქრს და მას უფრო კაია შენთვის კი არა მოყვასითვისაც და ვაფშე ყველასთვის კაია, იმიტომ რომ რაღაცა სწორედ იქცევი და სწორედ ცხოვრობ და გვერდში მყოფიც ეგრეა და ეგრე უფრო ის არის რა. ვითარდები როგორც ქვეყანა, როგორც ადამიანი, როგორც თუნდაც სამეგობრო აიღე და თუნდაც რა ვიცი, რაც გინდა.